თავი მე-11. მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, წინადაცვეთილები საყვედურობდნენ მას და ეუბნებოდნენ. წინადაუცვეთილ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამე. ხოლო პეტრემ დაუწყო მათ განმარტება თანმიმდევრულად, როგორც მოხდა და თქვა. მე ვიყავი ქალაქ იაფოში. ულოცულობდი და ახტაცებაში ვიხილე ჩვენება. გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, 4 კიდით ეშვებოდა ზეციდან და ჩემამდე დაეშვა. შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ დედამიწის 4 ფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი პეტრე და დაკალი და ჭამე. მე კი ვთქვი: არა უფალო, რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა ბიწიერი და უწმინდური. და მეორედ მომიგო ზეციდან, რაც ღმერთმა განწმინდა ნუ მიიჩნევ ბიწიერად. ეს მოხდა 3-ჯერ და ყველაფერი ისევ ზეცად ამაღლდა. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი 3 კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი. მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს 6 ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომარე ანგელოზი, რომელმაც უთხრა: გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრე წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლი. როდესაც ლაპარაკი დავიწყე, სულიწმინდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად. მაშინ გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო. თუ კი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინავდგომოდი ღმერთს. ეს რომ მოისმინეს დადუმდნენ, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ. აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლო. ხოლო დაფანტულები დევნისაგან, სტეფანეს გამო რომ მოხდა, მივიდნენ ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე და ებრაელების გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირენელნი იყვნენ, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ელაპარაკებოდნენ ბერძნებსა და ახარებდნენ უფალ იესოს. უფლის ხელი იყო მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ. ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე მიაღწია და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა. წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. ვინაიდან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით ახსავსე და მრავალი ხალხი შეემატა უფალს. წავიდა ტარსუსში სწავლეს საძებნელად. როგორც კი ნახა, იგი ანტიოქიაში მოიყვანა. ასე მთელს წელიწადს იკრიბებოდნენ ისინი ეკლესიაში. ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. ასე პირველად ანტიოქიაში ეწოდა მოწაფეებს ქრისტიანები. იმ დღეებში მოვიდნენ მქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. წამოადგა ერთი მათგანი სახელად აგაბოსი, გამოაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელს ქვეყნიერებაზე, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს. ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს თითოეულს თავისი შეძლებისამებრ დახმარება გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცნენ და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.